ნეოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ფიქრობენ, რომ არ გვინდა მაკეინი იმიტომ და რომ ის უპირობოდ დაუჭერს მიხეილ სააკაშვილის მხარს და ბევრ რამეზე ისევე და უფრო მეტად დახუჭავს თვალს, როგორც ჯორჯ ბუში ხუჭავდაო. აი ესე ფიქრობთ ხალხი რა სიტყვით თქვენ, რამდენად მართებულია მათ ფიქრები. ვილად რომ თქვა გაზვიადებული მგონია რომ ამერიკის ადმინისტრაცია აქამდე რამეზე თვალს ხუჭავდა და ასევე რა თქმა უნდა გაზვიადებულია რომ მაკეინი ან ვინც გნებავს მოვიდეს შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში იქნება არა ასე ვთქვათ ზოგადად ორი ძირითადი პრინციპის განმახორციელებელი შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა. ეს არის ეროვნული ინტერესები და შტატების ეროვნული ინტერესი არის გლობალური ინტერესი. სისტემურად ესეა, იმიტომ რომ ზე სახელმწიფოა. და ამაში დაინტერესებულია ყველა დანარჩენი ქვეყანაც, რომ კარგი ურთიერთობები, რაღაც ურთიერთობები ჰქონდეს ამერიკასთან. ხო, ეს ყველას აინტერესებს. ღმერთმა დაიფაროს მსოფლიო, რომ ამერიკა გახდეს იზოლაციონისტური. მისი ინტერესი უნდა გაწვდეს მსოფლიოს, ასე მსოფლიო უფრო სტაბილური და წინასწარმეტყველებადია. ესე არის სისტემურად მოგწონს რამე თუ არ მოგწონს. ის როგორც ასე ვთქვათ, მზე, მთვარე, რაღაცა დინებები, რაღაცა კოსმიური მოვლენები არ შეიძლება არ მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს. რა ბოროტი გაზები არ არსებობს, როგორც ამბობ. მოცემულობა. რაც შეეხება მეორე საფუძველი ამერიკული საგარეო პოლიტიკის, ეს არის დემოკრატიის გავრცელება. დემოკრატიულ ჯვაროსნობასაც ეძახიან ხოლმე თვითონ ამერიკელები ამას. ეს არის მთავარი და ახლა თუ ამ ორ ინტერესს ადგილობრივი ხელისუფლება ამერიკის პარტნიორი რაღაცნაირად ითვალისწინებს და ამაზე არის აგებული და ემთხვევა ადგილობრივი სხვა ქვეყნების მთავრობების ინტერესი და შეერთებული შტატების ინტერესი, მეგობრობა და თანამშრომლობა გამოდის. თუ არა, ნუ ეხლა კი არის ხოლმე პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნება, კომპრომისების ხელოვნება, არსებობს თქვათ რაღაც ტაქტიკური საკითხები, რის გამოდაც ადამიანები რაღაცას ყურადღებას მეცაქცევენ ან ნაკლებს სხვადასხვა ვითარებებში, მაგრამ ეს ხაზი არის ძირითადი. ნუ აქ არ არის ლაპარაკი პეტრეს, პავლეს, სააკაშვილის თუ ათელაშვილის თუ იმ სიმპათია ანტიპათიებს. ბატონ კახა, აუცილებლად მოგცემ სიტყვას, არ დარჩაგრავთ პირობას გადაწყდა. ბატონ გია დაუყრუებდა თუ არა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ქართული დემოკრატიის ხარვებს? დაუყრუებდა და არაერთხელ დაუყრუებია და დიდი მადლობა რომ ეხლა გადმოხვედით ზუსტად ამ დაბოლოების შემდეგ. ჩვენთვის ყველაზე დიდი უბედურება იქნება თუ კი მაკეინი გააგრძელებს იმ კურსს, რაც ჯორჯ ბუშმა დაიწყო, ანუ რევოლუციების და ეგრეთ წოდებული მათი გადასახედიდან დანახული დემოკრატიის ექსპორტს. ეს ფეთქებადია ჩვენი პატარა ქვეყნისთვის და ეს საქართველოს პირდაპირ ბრძოლის ხაზად აქცევს. საქართველოს და უკრაინის ამ ფერადმა რევოლუციებმა დაგვანახა, სადაც საქართველოს ხელისუფლების ხელით ზოგიერთი ნეოკონსერვატორი ცდილობდა ამ რევოლუციების ექსპორტს სხვაგანაც და ეს პირდაპირ დარტყმის ქვეშ აყენებდა ჩვენს ქვეყანას და ძალიან ხშირად ამბობენ, რომ აი ზოგიერთ ნეოკონსერვატორს აწყობს კიდევაც ესეთი დაძაბულობა რუსეთისა საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ მაშინ არიან ისინი პოპულარული, მაშინ არიან ისინი გავლენიანები და ძალიან ხშირად ისმის, რომ ხომ არ მოხდაო აი ამ ზოგიერთი ნეოკონსერვატორის მიერ გაკეთება სააკაშვილის ესეთი საქართველოსთვის დამღუპველი გაუწონასწორებელი ნაბიჯისა. ეს რაც შეეხება დავითის ბოლო გამონათქვამს და თქვენი შეკითხვა რა შეეხებოდა ეს დამავლის დაუკავშირებას. არა, მე უბრალოდ კითხე წაუყრუებდა თუ არა? წაუყრუებდა. ხო, აქამდე წაუყრებული იყო, იმიტომ რომ ერთადერთი საჩვენებელი წარმატება, ჩილებში წარმატება ბუშის ადმინისტრაციის კატასტროფული საგარეო პოლიტიკისა იყო საქართველოში ვარდების რევოლუცია და ეს პატარა ქვეყანა ესეთი დემოკრატიის ფორპოსტი, ახალგაზრდა პრეზიდენტით, დემოკრატიით და ასე შემდეგ. და ფაქტიურად ბუშის ადმინისტრაცია იყო სასიცოცხლო დაინტერესებული ამ მითის შენარჩუნებით. ამ მითის შენარჩუნებით. ყველამ კარგად იცის, რომ ეს მითია და არაფერს რეალობას სააკაშვილის რეჟიმი უფრო მეტად გავს პუტინის ავტორიტარული კაპიტალიზმის მოდელს, ვინემ ლიბერალურ დემოკრატიას. ხო, ეს ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით. და წაყრუებას რაც შეეხება აქამდე ეს ეხდებოდა, იმიტომ რომ სააკაშვილი კარგად ახერხებდა მისი რეტორიკული მანიპულაციით ფაქტიურად ბუშის ადმინისტრაციის და ამერიკული საზოგადოების მძევლად აყვანას. ამერიკული საზოგადოების ნაკლებად
ბუშის ადმინისტრაციის, იმიტომ რომ იყენებდა ხმარობდა იმ ტერმინოლოგიას, რომლის მოსმენაც მათ სურდათ, მაგრამ ქმედება ქადაგება გვესმოდა ერთის, მაგრამ ქმედება იყო აბსოლუტურად მეორე, მაგრამ ამ ომმა რაც გამოიწვია ის არის, რომ როდესაც მე ხვდებოდნენ ადამიანები და გაიგებდნენ, რომ მე ქართველი ვიყავი, სანამ სააკაშვილი მოვიდოდა ხელისუფლებაში, მეუბნებოდნენ, რომ შენ ხარ სტალინის და შევარნაძის ქვეყნიდან და შევარნაძე ყველას ეგონა უმრავლესობას რაღაც დადებითი პიროვნება. იმიტომ რომ ზედაპირულად იცოდნენ საქართველოს შესახებ. ეხლა დასავლურ სამყაროს ეს მითი შეუქმნეს ახალგაზრდა პრეზიდენტი ამერიკაში განათლება მიღებული და ასე შემდეგ, რომელმაც შექმნა ახალი დემოკრატია, ცდილობს რომ ერი გააერთიანოს და პროგრესის გზაზე წაიყვანოს ამ აღმოსავლეთის, თქვათ, მეტად რთულ გეოპოლიტიკურ არენაზე. მაგრამ ამ ომის დაწყებამ პირველი დღეები ზუსტად ესეთი კურსით მიმდინარეობდა, მაგრამ მერე მთელმა მსოფლიომ დაუწყო საქართველოს და კერძოდ კი სააკაშვილის რეჟიმს მიკროსკოპის ლუპის ქვეშ ყურება. და უკვე როდესაც დაინახეს ახლოდან სააკაშვილის რეჟიმი, მერე უკვე ეს რეჟიმი აღარ მოეწონათ და აგერ ჩვენ ხედავთ ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი ბრიტანეთის ხელისუფლების სახით, როგორ რადიკალურად შეცვალა მისი დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც ბევრი ინფორმაცია იქნა მათთვის მიწოდებული ამ ჩვენი ქართული რეჟიმის შესახებ. ბატონ კახა, ვერას ფიქრობთ, ჯერ ვინ გაიმარჯვებს, გული რას გიგნობს. და შემდეგ ხეირი გავიძახი, მაგრამ ხალხი ასე ფიქრობს ახლა, ჩვენრა ხეირიო. მაგალითად, ახალგორის დაბრუნებაში რომელი უფრო დაგვეხმარებო, არმიის გაძლიერებაში რომელი უფრო დაგვეხმარებო, ან სხვა ფიქრობს, რომ ეკონომიკის გაძლიერებაში, ან დემოკრატიის გაძლიერებაში. ერთი ფიქრობს, რომელი უფრო დაუჭერს ხარს მიხეილ სააკაშვილს, ან რომელი უფრო დაგვეხმარება, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში არ იყოს. ასე ფიქრობს ხალხი და მომკალიფებული, ვერა ფიქრობს. რა ვიცი, იმდენი რამე ითქვა უკვე, რომ ძნელია რაღაც ახალი თქვა, იმასთან დაკავშირებით ვინ გაიმარჯვებს თუ არა. ყველა მიცით, რომ რეიტინგი უფრო მაღალი აქვს ობამას და გამოკითხები ამას აჩვენებენ. ეხლა მე რო თქვა რაღაც ახალი და ვამტკიცო, რომ მანდამაის მაკეინი გაიმარჯვებს მეთქი, ალბათ აქ რაღაცა ორიგინალური იქნება, მაგრამ არც იმაში არაფერი ორიგინალური, რომ თქვა, რომ შანსები მაკეინისაც აქვს და ამაზე საუბრობენ ყველანი. ასე რომ ვერ ვიცი ინასთან მეტყველებს ნამდვილად ვინ გაიმარჯვებს. მე ვიცი ერთი, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა ძლიერ არ შეიძლება საქართველოს მიმართ, ამაზე საუბრობენ ბევრს ასევე, მრავალი ანალიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ არის მხოლოდ რაღაც გარკვეული ტაქტიკური განსხვავებები მათ საგარეო პოლიტიკაში. კერძოდ მაგალითად თუ ავიღებთ იგივე მაგალითად ნატოს საკითხს, მისი გაფართოების საკითხს ან ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საკითხს, აქ ორივე აბსოლუტურად ეთახება ერთმანეთს, ევროპაში უნდა იყოს შეერთებული შტატები აქტიური, უნდა იყოს ეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობები შეერთებული შტატების ერთ-ერთი პრიორიტეტი პოლიტიკაში, შესაბამისად ნატოს გაფართოება საქართველოსის და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის, უბრალოდ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ფიქრობ, როდის რაპირი უჩანს, ყოველ შემთხვევაში დღეს იყო თუ ორსები თუ ბუში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ გონიო ის პირი უჩანს, რომ არ გახერხდებაო ეგ საქმეო ახლოს დეკემბრის 3-ზე. დიახ, ეს ალბათ სხვა საკითხია, საქმე იმაშია, რომ შანსები ალბათ დაახლოებით იგივე გვაქვს, რაც რუმინეთში ბუქარესტის სამიტის დროს შესაძლებელია უფრო მაღალი შანსებიც ჰქონდეს, იმიტომ რომ მაშინ იყო გარკვეული წინაპირობები, რომელსაც ნატოს წევრი სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, უწევდნენ უფრო მეტ ანგარიშს, ეს იყო კოსოვოს საკითხი ახლად გადაწყვეტილი ესე თანხმრივად, უნილატერალურად, რომელიცაც უკვე გააღიზიანეს რუსეთი, რა თქმა უნდა, ეს იყო ასევე ევროპაში ანტირაკეტული სისტემების განლაგების შესახებ გადაწყვეტილება შეერთებული შტატების, რომელიც ასევე აღიზიანებდა რუსეთს და აღარ უნდა ეს მესამე დარტყმის მიყენება, ეს რუსეთთან ურთიერთობას მთლიანად გააფუჭებდა საქართველოსი და უკრაინისთვის ეს მაპის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემის სახით. რაც შეეხება ეხლამდე ვითარებას, აქ არსებობს როგორც საწინააღმდეგო, ასევე პირიქით პოზიტიური ფაქტორები. ამ შემთხვევაში უკვე რუსეთმა მიიღო სამხრივი გადაწყვეტილება და პრაქტიკულად